მიხეილ სამხარაძე, რომელიც პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა და წელიწადზე მეტია არის ჯანდაცვის და სოციუზრუნველყოფის მინისტრი. ახლა შეწუხდა იმით, რომ ის ადამიანები იღებენ სოციალურ დახმარებას ქვეყანაში, რომელთაც არ ეკუთვნით, რომლებმაც ბიუჯეტიდან მიღებული თანხით შეიძინეს არაერთი მანქანა, ფუფუნების საგნები, რამდენიმე ავტომობილი, მაღალი შემოსავალი და ასე შემდეგ. დიმიტრი სარჯველაძის განცხადება არის ეს, მაპატიეთ გვარი შემეშალა. ბატონიკა, თუ შეგიძლიათ გითხრათ, რისი მაჩვენებელია ეს და რამდენად ხელმისაწვდომი იყო როგორც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ისე ჯანდაცვის მინისტრისთვის ეს ინფორმაცია აქამდე და თუ კი, მაშინ რატომ ახლა? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. საკმაოდ, კითხვა უფრო რიტორიკულია ამ შემთხვევაში და ვეცდები რომ უფრო რიტორიკულად თქვა, რატო მაშინ და რატო ახლა არა, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე შევედით ეკონომიკური სიძნელეების, არ მინდა სხვა უფრო მძიმე სიტყვა ვიხმარო, რეალურ აქტიურ ფაზაში. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ან ბოლო 15-14 წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, რომ ასეთი მხოლოდ კონკრეტულ ამ შემთხვევაში, რომელიც ეხება აი ამ სოციალურ დაუცველ დოტაციას, ეს დავარქმევდი ამას, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ეს თანხა მოცულობითად იზრდება წლიდან წლამდე. 2021 წლიდან კი ჯამურმა ბიუჯეტმა ამ გაცემული თანხის გადააჭარბა 1 მილიარდ ლარს. თუ არ ვცდები, ბოლო 2 წლის განმავლობაში 24-25-ში მილიარდ ნახევარზე მეტი იყო, შესაბამისად 25-ში უფრო მეტი იყო ვიდრე 24-ში და სტატისტიკაც საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ეს ინსტრუმენტი გამოიყენებოდა როგორც წესი უფრო საარჩევნო ინსტრუმენტად, დახმარებად და ხდებოდა ჯამურ სუბსიდირების პაკეტში ამისი ასახვა, მაგრამ ბოლო ამ 1-2 წლის განმავლობაში რასაც ვაკვირდებით, ეს ყველაფერი კავშირშია სახელმწიფო რა იმ ინსტიტუტების მიერ, ვინც ეს სახელმწიფო ძალაუფლება მიიტაცეს, დაძაბვასთან, პარტნიორებთან, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რასაც შესაბამისი ფასის გადახდაც უძღვის წინ. ეს ფასის გადახდა გამოვიდა, აისახა შესაბამის საბიუჯეტო შემოსავლებზე, ამ ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკურ პროცესებზე, რომლებიც არც თუ ისე ჯანსაღი აღმოჩნდა და ახლა უკვე არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების დროც დადგა, იმიტომ სადღაც რაღაც უნდა შემცირდეს. ბატონიკოს, აი როგორც ოპონენტები ამბობენ, ოცნება საარჩევნო ხმები რომ სჭირდებოდა, სოციალურად დაუცველთა სიები იზრდებოდა. სოციალურად დაუცველები, რომლებსაც მართლა სჭირდებოდა დახმარება, სიაში ვერ ხვდებოდნენ და ამისთვის ოცნება სხვადასხვა მიზეზებს, შკალას და საშუალებებს პოულობდა. ადამიანები არჩევნების საჭიროებიდან გამომდინარე ხვდებოდნენ ამ სიაში, ამბობენ ოპონენტები. მიხეილ სარჯველაძე დღეს სვამს კითხვას, როგორ მოხვდნენ ეს ადამიანები სიაში, სოციალური მომსახურების სააგენტოში კი ახლაც იგივე ადამიანები მუშაობენ, ის ადამიანები ჩაწერეს სიაში, ვინც ბევრ მანქანას ყიდულობენ, ფუფუნების საგნებს და ასე შემდეგ, იმ მიღებული კაპიკებიდან, რომლებიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის გადარჩენის ტოლფასია, მაგრამ მე მაგალითად როგორც ჟურნალისტს ამ სიის გაზრდა არ მიკვირდა, იმიტომ რომ ხედავდი რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში, რომ დირდრდებოდა კონკრეტულად ისედაც მდიდარი ფენა და ღარიბდებოდა საშუალო ფენა და ღარიბი ფენა. ანუ ის ეკონომიკური წინსვლა, რომელზეც აპელირებს ძალიან ხშირად ქართული ოცნება, ისევ იმ მდიდარს ამდიდრებდა და არანაირად არ ზემოქმედებდა მაგალითად ჩემზე პირიქით უფრო გავღარიბდი და მით უმეტეს სოციალურ დაუცველები და უმუშევრები კიდევ უფრო გაღარიბდნენ, ხო? ანუ მაშინ როგორ ლაგდებოდა აი ეს ბალანსი, როგორ დგებოდა როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სოციუზრუნველყოფის, ისე ბიუჯეტის ფარგლებში. მოგახსენებთ, ანუ კი გეთანხმებით სრულად
ამ ნაწილზე, იმიტომ რომ ეს ხარჯი არის დაკარგული ხარჯი, აბსოლუტურად დაკარგული ხარჯი, არაფრის მომტანი ხარჯით. სამწუხაროა, რომ აი სოციალური ჩვენ ვერ უარყოფთ, რომ საქართველოში სიღატაკის ზღვარს მიღმა ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ოფიციალური სტატისტიკით. 710,000 ამ მონაცემით. 710,000 იყო ამ მონაცემით 2025 წელს, მაგრამ რიგში განაცხადი, რომ დარეგისტრებული ის ხალხიც ეღიარებინათ, რომ ისინი სოციალ დაუცველები არიან. მუდმივად პრობლემა იყო ეს. 1,200,000 ადამიანი იყო დამატებით. ანუ 1,900,000 ადამიანი დაახლოებით, ნუ პლუს მინუს თავს თვლიდა, ან უკვე იყო ბენეფიციარი, ან თავს თვლის ამ ნაწილში და აქვე UNICEF-ის კვლევებიც უნდა გავითვალისწინოთ. ყოველი მე-6, ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა მონაცემებით. უტყუარი ფაქტები, სამწუხაროდ, ამ ფაქტებს ვერაფერად ვერ უარყოფს ვერავინ და რეალურ ცხოვრებაში ეს ჩვენ ამას ხვდებით. ამას უკავშირდება ჩემი კითხვაც და ეს არის სკეპტიკოსის მიერ დასმული კითხვა. ხომ არ ცდილობს ახლა ქართული ოცნება, რადგან არასაარჩევნო პერიოდია მათთვის, გაამწვავოს ეს დამოკიდებულება სოციალურად დაუცველებთან, ბევრ მათგანს წაართვას ეს სოციალური დახმარება, მაგრამ მისცეს მაშინ, როცა არჩევნების ციკლი მოახლოვდება. თია მე ეს კითხვა უფრო პოლიტიკოსებისთვის არის, მაგრამ მე მოდი ვეცდები უპასუხო როგორც ეკონომისტი და როგორც ენტერპრენერი და როგორც ბიზნესის წარმომადგენელი. ეს ხარჯი, როგორც თქვი, ანუ 2025 წელს დაახლოებით 1,600,000 ლარამდე იყო ეს 710,000 ადამიანის თვითონ ჭყალებში კომპენსაცია, საიდანაც თვითონ ეს მთავრობა ამბობს, რომ აქედან რაღაცა ნაწილი იყო დაუმსახურებლად მოხვედრილი სიაში. ამ სიებს თვითონ აკეთებენ და მათი პასუხისგებლობაა, რომ 12 თუ 14 წელს განმავლობაში გადაემოწმნენ თუ მანამდე არასწორად იყო ვიღაც შედგენილი. მაგრამ როგორც აი ფინანსურად ეს არის სრულიად წამგებიანი ხარჯი, 1,5 ლარით, რომ მოხდარიყო ინვესტირება კონკრეტულ მიზანმიმართულ პროექტებში, რომ შექმნილიყო რეალური დასაქმების, რეალური გადამზადების, თუნდაც რეალური ახალი შესაძლებლობების შექმნა იმისთვის, რომ ეს 710,000 პლუს ის 1,200,000 ადამიანი, ვინც თავს თვლიდა უკიდურეს სიდუხჭერის ზღვარზე, რა თქმა უნდა, არითმეტიკულად ყველა არა, აი ამ რაოდენობიდან იმ ადამიანების ყოფილიყო მიზანმიმართული გათვლა, შრომის უნარიანი, სწავლის უნარიანი ადამიანების გამოყოფა ამ 1,900,000 ადამიანიდან, რომლისთვისაც მოხდებოდა შესაბამისი კონკურენტული გარემოს შექმნა. მე რაღაც ახალს არ ვიგონებ. ასე მუშაობს ყველა ადეკვატური ქვეყანა, რომელიც განვითარებადიდან განვითარებულში გადავიდა. წლების მანძილზე ეს თანხები ათეულობით მილიარდ ლარს აღწევს უკვე. ამასთან ერთად კიდევ ის რაღაცა შავხროში ჩაშვებული სუბსიდირების პროგრამები, ამაზეც დაიწყებენ აუცილებლად ლაპარაკს, იმიტომ რომ იქაც მილიარდებია სოფლის მეურნეობის სელექციურ პროექტებში და გაფლანგული. აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება, ის პათოსი, რომელთაც ახლა არის პოლიტიკოსი, მართველი გუნდის პოლიტიკოსების მხრიდან ეს მოწოდებული, კიდევ და კიდევ თაშივე არასწორი არის, მხოლოდ პოპულიზმზე გათვლილი, არის გადაფარვის მიზნით, რომ ეხლა არჩევნები მაინც ადრე არ არის და ძალა მაინც ჩვენ გვაქვს და სადაც იმ კანონებს ვიღებთ, რომ ბორდიულზე დგომისთვის ადამიანებს იჭერენ, ესეც უკვე ჩვეულებრივი ლევერიჯია იმ მხრივ, რომ დააშინებენ ამ ხალხს და ხმის ამომღები არავინ არ იქნება. უბრალოდ ბიუჯეტიდან არასებული შემოკლებული თანხების გამოთავისუფლება ხდება დროებით, თუმცა არ არის შემოთავაზებული სისტემური გადაწყვეტა. ბატონიკა, ცოტა დრო გვაქვს და მინდა სხვა საკითხებიც მოვასწროთ. თქვენ როგორც საერთაშორისო ვაჭრების და ფინანსების ბიზნეს კონსალტინგის მენეჯმენტის სფეროში საკმაოდ გამოცდილ ადამიანს, მინდა გკითხოთ, როგორ ხდება ისე, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ვაჭრობის შემცირების ფონზე საქართველოს, სადაც პრაქტიკულად არ მოიპოვება ნავთობი და ენერგომატარებლები, ჩვენი ქვეყანა ხდება ნავთობი-იმპორტიორი ქვეყანა. რეექსპორტზე კი არა, იმპორტზე მუშაობს და თუ მთელი წლის განმავლობაში გასულ წელს მაგალითად 79 მილიონი დოლარის ნავთობი გავიდა, მარტო იანვრის თვეში ახლა 50 მილიონ დოლარზე მეტი ნავთობი ივაჭრა და ყულევის ნავთობ ტერმინალი, რომელიც როგორც გადამამუშავებელი ქარხანა ჯერ ამუშავებული არ არის,
ახლა ხდება ერთ-ერთი მთავარი გამტარი ნავთობგადამამუშავების სფეროში, ნედლი ნავთობი კი არა, დიზელის და ბენზინის სახით გადის ქვეყანაში ნავთობი. ანუ რა ხრელად აქცია ივანიშვილმა ქვეყანა და რატომ არ არის აღრიცხული თუ ეს არის სანქცირებული ტვირთი ჩვენს ქვეყანაში? ძალიან სამწუხარო ფაქტია, რაც რა რისკებს შეიცავს? კი, რა თქმა უნდა, რაზეც მე თქვენი საუბრობთ, ეს სამწუხარო ფაქტია და შეიცავს ძალიან დიდ და პირდაპირ რისკებს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ საუბარი არ გვაქვს უკვე ვიღაცის მოგონილ ნათქვამზე, ჩვენ საუბრობთ უკვე საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის, ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული სტატისტიკის ანალიზზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს რესურსი საქართველოში არის ნავთობის გადამუშავება ძალიან მიკრო მასშტაბით, რომელიც ამის რაღაც 2-3%-ია თქვენი გაცხადებული ციფრებიდან გამომდინარე. თუმცა იგივე ის ქარხანა, გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც არის ჯერ პროექტი, გუშინ გაცხადდა, მგონი რომ ამ ქარხანამ გუშინ შეარჩია და კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ ნავთობ გადამამუშავებელი დანადგარების წარმოებელ კომპანიასთან, ანუ ეხლა გააფორმეს ხელშეკრულება, რომ დაიწყონ შეკვეთაზე მუშაობა ფიზიკური გადამუშავების ნავთობ გადამუშავებელი ქარხნის დანადგარების შეძენისთვის. ანუ აქედან გამომდინარე, თვითონვე ამ განცხადებების და ოფიციალური სტატისტიკის დონეზე არის რომ ამ ქარხანას არ გააჩნია არანაირი შესაძლებლობა ახლა რამე პროდუქტის გადამუშავების შესაბამისად არც ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება რომ იმ რაოდენობით ნედლი ნავთობი შემოსულიყო რომელიც ასე რაღაცა ტელეპორტაციით მოხდებოდა საქართველოში და შემდეგ ისევ ამ ტელეპორტაციული სისწრაფით გარდაიქმნებოდა საბოლოო პროდუქტში და შემდეგ მოხდებოდა ამ პროდუქტის ექსპორტზე გასვლა. რა თქმა უნდა ოფიციალური პროპაგანდა გვეუბნება რომ სტატისტიკურად მშპ-ში ექსპორტის წილი გაიზარდა რაღაც უკიდურესად დიდად და ყველა ბედნიერია და მაგარია. თუმცა ეს არის პარადოქსი უკვე ფაქტებზე დაფუძნებული, რომელმაც უკვე მატერიალური და რეალური რისკები გააჩინა ყბადაღებული სანქციების არიდების ნაწილში შესვლაში. პარადოქსების საკითხი მინდა გავაგრძელოთ. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, რომელიც სუსში დაიბარეს სწორედ ენერგომატარებლების აზერბაიჯანიდან შემოსული ნავთობის ევროპისთვის გადაცემის გამო. ყოველ შემთხვევაში ამ ტიპის განმარტება გააკეთა მან, რომ ამ საკითხებზე ისაუბრეს, რასაც მერე ეწია სუსის განცხადება, რომ მის ენერგეტიკის საკითხებზე მსჯელობისთვის კი არა, კონკრეტულ დანაშაულზე გამოკითხვისთვის იყო დაბარებული და ამის შემდეგ ხედავთ ჩვენ ლევან დავითაშვილმა დატოვა ქვეყანა. რას ფიქრობთ თქვენ ამასთან დაკავშირებით? ამის პარალელურად მიმდინარეობს ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობა, სადაც მეწარმეები ფასების გაზრდის სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაწუხებს ფასები, რომელიც უკიდურესად მაღალია მთელს ქვეყანაში, ხედავთ, რასაც ამბობენ მეწარმეები და თითქოს გვესმის მათი პრობლემებიც, რომელიც ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად სხვადასხვა რეგულაციების გამო არის ავარდნილი ჰაერში. აქ ძალიან საინტერესო კომპლექსური საკითხია. გვაქვს კი კომპლექსური და საინტერესო სიტუაციასთან გარდა ცოტა იუმორი თუ არ შემოვიყვანეთ საქმეში არ გამოგვივა. ჩვენ ყველამ ვიცით ხო ეგეთი ცნობილი ფრაზაც და ისტორიაც უძველესი ეპოსებიდან პანდორას ყუთთან დაკავშირებით. ანუ ორიგინალში პანდორას ერთი ყუთი ჰქონდა, მაგრამ ჩვენს რეალობაში აღმოჩნდა რომ პანდორას ბევრი ყუთი ჰქონია და რატომღაც ყველა ყუთი ქართულმა ოცნებამ იპოვა და სალვადორ დალის პანდორა ყავთ ალბათ მაგაც სხვადასხვა უჯრედები რო აქვს. ნელა ამ პატარ-პატარა პანდორას ყუთებს და ერთი ყუთი ეს ლევან დავითაშვილის განცხადებაში გაიხსნა, რაც ძალიან არასერიოზული და არასასიამოვნოა და მე უპირიქით გამიხარდება რომ ბატონი ლევანი ნამდვილად საქმიანი ვიზიტებისთვის გაეგზავნა და დაბრუნდება როგორც განაცხადა და ეს დაბარებაც იყო უფრო გასაუბრების მიზნით და ვიდრე რაღაც კიდევ რაღაც საეჭვო რაღაცებზე, იმიტომ რომ ეს სუსის მიერ მისი გამოსვლის შემდეგ გაკეთებული განცხადებიდან ეშტაბექსტილება დაგჭირდა. იმიტომ რომ რეალურად რამდენი მინისტრი და რამდენი ვიცე-პრემიერი და რა ვიცი, რამდენი პრემიერ-მინისტრზე უნდა დადგეს ამ მოკლევადაში ამ ქვეყანაში ესეთი კითხვის ნიშნები, იმიტომ რომ ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან მძიმე და დამაზიანებელია. თან ჩვენ ვიცით რომ ეს რამოდენიმე დღეში სავალდებულო აღიარება ხდება ხო ამ მთავრობის საჭიროება და ისევ ამ იუმორის
ბრალის ნაწილში ძალიან უკვე არასასაცილო ხდება ეს ყველაფერი. ფასების ვითომ დაჟინებული მზერით შემცირების კონტექსტშიც უფრო სასაცილო ის კი არ არის, რომ ეს რამდენად გამოაჩინა ამ ვითომ პარლამენტმა თუ რა ვიცი ვინც არიან რამდენად არა როგორ გითხრათ, ეხლა არა ეკონომიკური, არა მეცნიერული მეთოდებით ცდილობენ ამ შოუს დადგმას, არამედ უფრო დამაზიანებელი და დაკრინებული თვითონ ისევ ის ბიზნესი გამოდის, ვინც ამდენი განსაკუთრებულად 2 წელს განმავლობაში ესეთი მასიური მდუმარებით არის. ახლა მიადგნენ მათ და არიციან, რა თქმა უნდა, ამოიღონ ხმა თუ არ ამოიღონ და რაღაცა გადაბრალებები ხდება, რაღაც ისეთ ბიზნეს მათივე დადგენილ ბიზნეს წესებზე, რომელიც სრულიად არაფერს შეადგენდა. ეს ყველაფერი სცილდება მეცნიერულ შეფასებას, ბიზნესურ შეფასებას, დავდივართ ისევ ადამიანურ კონტექსტში და ისევ იმ დუმილის კონტექსტში. გუშინ ჩვენ ვიცით ხო რა დღეც იყო, მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე იყო, მისი მკვლელობის დღე იყო 19 წლის ადამიანის, რომელმაც ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი სიტყვები თქვა და მე მოუწოდებ ამ ბიზნესაც და ამათაც რომ მარო მაყაშვილის ერთ-ერთი ცნობილი ლექსის ბოლო სტრიქონი წაიკითხო. მეტი არაფერი. Nothing personal, როგორც მარიო პიუზო იტყო და არაფერი პირადი, მხოლოდ ციფრები, მხოლოდ ფაქტები. ეს ფაქტები და ციფრები დაშორებულია მეცნიერებას, ეკონომიკურ მეცნიერებებს, ბიზნესის კეთების ეთიკას და ყველაფერს აბსოლუტურად. ამას შევხედოთ ყველამ ერთად. ძალიან დიდი მადლობა, ვიცი რომ